კიდევ მაქვს შედეგი ჩემს შვილთან მიმართებაში. მარტის თვეში ჩემი შვილი მოვათავსე ინფექციურში მაღალი სიცხით. აღმოაჩნდა ბაქტერიული ჩხირები. აი როგორც ექიმმა მითხრა, 20-მდე ვირუსული ჩხირი ჰქონდა ორგანიზმში. დაუნიშნა მკურნალობა, მაგრამ შედეგს ვერ დებდა სამწყობოშიც მეწვინა ინფექციურში. ჰქონდა რამოდენიმე დარჩენილი ლივი, მინდოდა მაგისთვის მიმეცა, მაგრამ ჯერ საჭიროებს რომ ხედავდი ფიქრობდი და არ მივაღებინებდო. ვაღებინებდი ლივს, ნახევარს ვაძლევდი, ანუ ერთ ცალს ყოფდი 2 დღეზე. და ესე ვასმევდი. 8 დღე მეწვინა ინფექციურში და საბოლოო ანალიზები რო იყო და როგორც ექიმი მეუბნებოდა რომ ამას ისეთ გართულებული აქვს, რომ შეიძლება ნახევარი თვე მაინც მოგიწიოთ აქ ყოფნა. ესე მეუბნებოდა ხოლმე, რომ ძალიან გართულებულად აქვს ორგანიზმში ჩხირები გამრავლებული. ესე მივაღებინე 4 დღე ამის მერე და ფაქტობრივად რომ გადიოდა ანალიზებს, რომ უღებდნენ ხოლმე ცვლილებებს ხედავდნენ. სამწყუროში ყოფნის მერვე დღეს იმდენად იყო ანალიზები, ყველაფერი მოწესრიგებული, რომ ექიმმა თვითონ მითხრა, რომ არ საჭიროებს ეს ბავშვი აქ ყოფნას და ტყუილად ვერ გავაჩერებ, ჯობია სახში წაიყვანო და იქ გააგრძელო დანარჩენი მკურნალობაო. და ასე რომ როცა ვარაუდობდნენ, რომ ამდენი ხანი უნდა ყოფილიყო სამწყუროში, მეორე ძალიან რთული სიმპტომები ჰქონდა, უკვე ერთ კვირაში ბავშვს ანალიზები წყობს შეუდგა მთლიანად. გეკითხებიან რამდენი წლის არისო ბავშვი? 5 წლის გახდა უკვე. მე მაგის მერე დავიწყე რომ 5 ცალს ავიღებ და 10 დღეზე გადავუნაწილებ. სხვადასხვა ვირუსები არ გვეკარება. კიდე ისიც მინდა აღვნიშნო, ამ საუბარში გამახსენდა, ძალიან მქონდა ყურის პრობლემა. კარეთ რო გასულიყო და უდრემ მოხოდრო ყურის დიოდა ქუდის გარეშე ვერ ვატარებდი რომ აცივდებოდა ეგრევე, მაგრამ უნდა ვთქვა რომ სულ წვიმაშიც გავიდეს, რა ვიცი, რაც არ უნდა გააკეთოს და რაც არ უნდა დასოლდეს, ყურის ტკივილს არ შეუწუხებია ჩვენ კარგი ხანია საერთოდ და გაციებით კიდე ბავშვი საერთოდ აღარ მიცივდება. იშვიათად მიცივდებოდა, მაგრამ თუ გამიცივდებოდა, რთულად მიმდინარეობდა. მაგრამ ჩვენ ეს ვირუსები და მსგავსი რაღაცებიც უკვე აღარ გვაწუხებს.